გამოცდების ეროვნული ცენტრი კანონდარღვევაში აბრალდებული საგანგებო განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს. ომბუდსმენის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეროვნული ცენტრი კანონშეუსაბამოდ მოიქცა, მაშინ, როდესაც სასამართლოს განჩინება არ შეასრულა და ერთ-ერთი სტუდენტი გამოცდაზე არ დაუშვა. სახალხო დამცველის განცხადებით აბიტურიენტისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების უზრუნველსაყოფად ისტორიის დამატებითი გამოცდა დაუყოვნებლივ უნდა დაინიშნოს. რატომ არ ნიშნავს მოსამართლეებს სასამართლო კლანი? სასამართლოებში საქმეების განხილვა კადრების არარსებობის გამო უკიდურესად ჭიანურდება, თუმცა 100 მოსამართლის ადგილი ამ დრომდე ვაკანტურია. სპეციალური კვლევა ამ თემაზე სასამართლო გუშაგმა გაასაჯაროა. დოკუმენტში წერია, რომ სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემა ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. კადრებს კი იქ კლანის საკუთარი ინტერესების გამო არ ნიშნავს. სასამართლოში ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საქმეები არის გაჭიანურებული, კანონით დადგენილ ვადებში ხშირად არ იხილება საქმეები, რაც საკმაოდ სერიოზულ ზიანს აყენებს მხარეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობენ ამა თუ იმ საქმის განხილვაში. ამჟამად საქართველოში არის ასე მეტი ვაკანსია მოსამართლეების, ეს გრძელდება უკვე დიდი ხანია და არ არის საკითხი წარმოშობილი დაუშვათ 1 ან 2 თვის უკან. ყოველთვის არის, ასე ვთქვათ, ძალიან მასშტაბური რაოდენობის ვაკანსიები, თუმცა ამის პარალელურად არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას და დაუშვათ სასამართლოში გაჩნდეს შესაბამისი რესურსი იმისათვის, რომ საქმეების განხილვა დროულად მოხდეს. საქართველოში არის ძალიან ბევრი კვალიფიციური და გამოცდილი იურისტი, რომელიც იქნება კარგი მოსამართლე, მაგრამ მათთვის სასამართლო სისტემის კარები არის დაკეტილი და ჩვენ სასამართლოში გვაქვს საკადრო კრიზისი. კლანის მთავარი ამოცანა არ არის მართლმსაჯულების გამართული მუშაობა, მათი მთავარი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება. საქართველოში მხოლოდ 2 თვეში წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის 9